ყოველ დღე მახვედრებს საჭმელს. ულამაზებთ ერთმანეთს სიცოცხლე ცხოვრებას. ის პირველი სიყვარული მალის კარგია. ლევან გაჩენდი რა მოდარა. შეხერ მამიცი ალოღაი. ლევან არ ვიცი რა. შენ ყველა სიყვარულის ისტორიას ახლავს ბევრი ღიმილი, სითბო და სახალისო მომენტი, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ იმერულ სიყვარულის ამბავს ახლავს ძალიან ბევრი იუმორი. პედაგოგ ციური სულამანიძისა და იურის ლევან მეტრეველის 47 წლიანი სიყვარულის ისტორია უნდა მოგიყვეთ ხარაგაულიდან. 47 წლის ოჯახი გვაქვს. ყავს 4 შვილი, 12 შვილი. ცხოვრობთ ასე შეხმატკილებულად. კამათით გვიკამათნია, ღირსება არ შეგვილახია ერთმანეთისთვის. ასე არ არის? კი, აგრეა. ბედნიერ ხარ ადამიანი, როცა ოჯახი გაქვს ძალიან ლამაზი. მეუღლე ხავს გვერდში და რა თქმა უნდა მე შვილები როცა მოდი. მახსოვს მიდიოდით ექსკურსიაზე. და მართლა დააგვიანეს გადმოსვლა და შესახვედრად წავედი და ერთი ადგილი იყო ჩემთან. და ჩემი ეს უკან და მხრიდან ამოვიდნენ. კიბერს რო გაჩერდა მე შემხედა რა. ამიტომ შემხედა ადგილი. არა შემომიხედავს კაცო ფული დამოწა. ხო კარგი იქნია ხო. მე რატომ არ გიკამათე. ასე მოვიდა და ჩემ გვერდში დაждდა. ფიქსი ჩავადი უხმაუროთ ვიარეთ 1 კილომეტრი 2 კილომეტრი მე და რატო ვიყავ გაჩვენებული დღემდე ვერ ამოვხსენი. ალბათ სიყვარულის წლევა იყო ამ მომენტისათვის. მე ასე ვფიქრო. ეს უთხარი ჰე წამოვყევი ახლა თქო. იმ მომენტს ამობს ავტობუსით მოტაცებას რო აპირებდა დავიჭრა. ცოტა ადრე ეს უფრო დამთმობი იყო და ახლა ასაკის მატებასთან ერთად მე პატარ მე ახლა ვცდილობ რომ უფრო დამთმობი ვიყო. ბოდიშს არ ვიხდი ხოლმე ახლა მართალი რომ იგედან გამომდენა ქალი ყოველთვის მართალი კაცი გადის. იუმორი ახლა ძალიან კარგია, მაგრამ ზოგჯერ ახლა ძალიან გაცეცხლებული რო ხარ მაშინ იუმორი რაც გიშვებს, მაგრამ ისე ახალისებს ცხოვრებას, კი? ოჯახს არ უნდა მიადგეს ჭრდილი. ერთ რაღაცას გავიხსენებ, სამკურნალოდ დავდიოდი ზესტაფონში, მაშინ ავტობუსებით მოძრაობდით და აქ მეზობელთან ერთად წამოვიდით. აი აქან ახლა ბოსტანი რო ამ ადგილზე ჭრდილი იყო და ძველი ისინი ჰქონდა ძირს დაფენილი ნოხებივით რაღაცა და ვზივარ მთელი ოჯახი. ერთი მეზობლის ქალი შემოვიდა. შემეკითხა ვინ მოგიყვანა დღეს ზესტაფონიდან? ვინ მომიყვანა გახსოვს? ავტობუსი დავასახელი ახლა ძღოლის სახელი აღარ მახსოვს. რას ლაპარაკობ? შეხო შამაოლგა მოგიყვანა. ადგა ჩემი მამამთილი წავიდა. ადგა მულის ქმარი წავიდა. ჩემი მაზლიც ადგა წავიდა. ესიც ადგა და წავიდა. კარგი, ამ დღემ ასე ჩაიარა. გაიარა 3 დღემ და შემოდის ეს დააჯდა, დადო რაღაცა მოიტანა, აცხადებს. ჩვენ ყველანი მაგიდესთან ვზივართ. გავიგე ვინ მოიყვანეს. ესე იგი არ გამოუხადავს რომ იეჭვიანა, მაგრამ იკითხა და დაადგინა. ვინ მოიყვანეს? ჩირკის მოცხება იყო თავის თავად. თუ არ იეჭვიან რატო ეძება, მაგრამ არა, არ მიეჭვენია, მაგრამ მე ამის გამომდინარე მე ვალდებული ვიყავ. ამას ყავდა ბევრი თაყვანისმცემელი ამას. და რამოდენიმე მემდუროდა. მხოლოდ ერთი არა გუთხოვარია დღესაც დარჩენილი. ერთ სოფელში ცხოვრობ და დღესაც ჩემ მატრაში. არ ვიცოდი ჩემო. კი არის ასე. ძალიან ძნელია. 4 დღე იყო წასული ახლა და არ დამიძინია ღამის პირველ საათამდე. კერო შედიხარ, შენ სასტუმროზე აქეთ არწეს, შენ მიდიხარ, ჩარიწყე და ხო, არა, იცი რა არის, სხვანაირი იმედია ასაკში შესულისთვის. მეუღლე სხვა იმედია. გაწია ხელი. მიყვარზა და ვაფასებ. აი აღარ თქვა ხა მეორე გაჩვით. გაფასებ ენა შეიძლება. ჩემი მეუღლე ხომ უნდა გაფასო და რომ ეხლა გავალ და მოვალ. კაი ეგრე. სიყვარულს ლაპარაკი არ უნდა. სიყვარული უნდა საქმედ გამოჩნდეს. მაგით აფეთებული ნომიყო. მადლობა. დაჯიქი ახლა დაჯიქი თუ რა. მიკივლებ. კაი რა რა ნახა ხო იცი ვარ ფოტოგრაფიები. მადლობა. მადლობა არაფერს გინაცემ. ერთი ნაკლას მიახერხა? არა. რატო? ამაღამ გადავდო. აი